მოგესალმებით საზოგადოებრივ კავშირო. ნანა მინასიანი. Როგორც მოგეხსენებათ, 1 ივლისიდან დაიწყო საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს საბაზისო სადაზღვევო პაკეტის გაზრდას და მოიცავს დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს, რომელიც არ საერთოდ არ იყვნენ დაზღვეული ან სარგებლობდნენ პირველი ეტაპით. საზოგადოებრივ კავშირი დროა. მიესალმება მმართველი პოლიტიკური ძალის დაწყებულ რეფორმას ჯანდაცვის სამინისტროში, მიიჩნევს, რომ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა. ჩვენი ორგანიზაცია მოხარულია, რომ საქართველოს შეუერთდა იმ ქვეყანათა რიცხვს, სადაც საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს, ვინაიდან ეს მოდელი დანერგილია თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაში. და მიგვიჩნია, რომ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციისაგან. ამავდროულად საზოგადოებრივი კავშირი დროა მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს მიიღოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და რეფორმების განხორციელების დროს ბრმად არ იქნას გადმოღებული მსოფლიოში არსებული მოდელები. გათვალისწინებული იქნას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული და ეროვნული თვისებურებები. რეფორმების რთულ და გრძელ გზაზე ბევრი ობიექტური და სუბიექტური შეცდომები და სიძნელებია მოსალოდნელი. ჩვენ ვიცით, ყველაფერი ერთად ახალი ერთბაშად არ დაინერგება. თვლით, რომ რეფორმების საწყის ეტაპზე გამოიკვეთება რამოდენიმე პრობლემა, რომლის სასწრაფო გადაწყვეტა აუცილებელი, რადგან რეფორმების წარმატებულად იქნეს დასრულებული. აღნიშნულ პრობლემებზე მოგახსენებთ. უკვე სახეზე გვაქვს რამოდენიმე პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა. პირველი ეს არის სამედიცინო პერსონალის მიზერული ანაზღაურება. ექიმები აბსოლუტურად უუფლებო მდგომარეობაში არიან ჩაყენებულები, აქვთ ძალიან მიზერული ანაზღაურება და ვთვლით, რომ ძალიან საშიშია მშიერი მონა ექიმი, რომელიც ფიქრობს მხოლოდ საკუთარი ოჯახის გამოკვებაზე და არა პაციენტის ჯანმრთელობაზე. მეორე პრობლემა არის სამედიცინო მომსახურების ხარისხი. ეს პრობლემა პირდაპირ კავშირშია სამედიცინო პერსონალთან და მისი გადაჭრის ვალდებულება უნდა აიღოს თავის თავზე სახელმწიფომ უწყვეტი სამედიცინო განათლების დანერგვით. დღევანდელმა ხელისუფლებმა არ უნდა გაიმეოროს წინა ხელისუფლების შეცდომა, რომელიც მოუწოდებდა ექიმებს ინტერნეტის საშუალებით გაეღრმავებინათ ცოდნა. მესამე პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ მახინჯის სქემის გაუქმება ან რეგულაცია, რასაც ქვია სადაზღვევო კომპანიის სამედიცინო დაწესებულების და სააფთიაქო ქსელის ერთი იურიდიული პირის საკუთრებაში არსებობა. მესამე პრობლემა არის მედიკამენტებზე ფასების ზრდა. მინისტრმა თავად აღნიშნა, რომ ეს არის გარდაუვალი, უკვე სახეზე გვაქვს სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა მედიკამენტებზე ფასის ზრდა და მომავალშიც ბატონმა სერგეენკომ თქვა, რომ 60-80%-ით მოსალოდნელია კიდევ ფასების გაზრდა. და მეხუთე პრობლემა არის კერძო სადაზღვევო კომპანიების არსებობა ბაზარზე, ანუ კონკურენტუნარიანი ბაზარი უნდა შეიქმნას, რომ კვლავ მიეცეთ კერძო სადაზღვევოებს მოღვაწეობის საშუალება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ კავშირი დროა იწყებს მონიტორინგს სადაზღვევო კომპანიებსა და სამედიცინო დაწესებულებაში და ამ მონიტორინგის შედეგებს პერიოდულად გავასმევთ პრესას. თუ რამე კითხვები გაქვთ? ძირითადი ხარვეზი არის სამედიცინო პერსონალის მიზერული ანაზღაურება. ექიმებს ძალიან შეუმცირდათ ხელფასები. ანუ ამ დაზღვევა რაც შემოვიდა რეალურად, კერძო კომპანიები როცა იყვნენ, მაშინაც ძალიან დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ. ანუ ეს წინა ხელისუფლების ბრალია, მაგრამ დღესაც არ იცვლება ეს მიდგომა. იგივე დარჩა, უნდა უზრუნველყონ, რომ რამენაირად ექიმებს მოემატოთ ხელფასი. და მეორე მთავარი პრობლემა არის მედიკამენტებზე არ უნდა გაიზარდოს ფასები. იმის ხარჯზე არ უნდა მოხდეს დაზღვევა, რომ მედიკამენტები გაზვირდეს რა. მონიტორინგი იქნება დროაში სამუშაო ჯგუფები, სამკაციანი და 20 სამედიცინო დაწესებულებაში, რომ ჯერ არჩეული არ ვახ, მაგრამ თბილისის მასშტაბით იქნება ეს. შევლენ ამ სამედიცინო დაწესებულებაში ჩვენი წარმომადგენლები დააკვირდებიან როგორ მიმდინარეობს საერთო დაზღვევა და გამოიკითხებიან თვითონ ექიმებიც და ბენეფიციარებიც, ანუ რამდენად კმაყოფილი არიან იმ მომსახურებით, რასაც იღებენ.
ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში იქნება. ვინაიდან ჯერ ახალი ამოქმედებულია ეს სისტემა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და ამიტომ ვიწყებთ ზუსტად მონიტორინგს, რომ გავარკვიოთ რამდენად კარგად მიმდინარეობს ეს პროგრამა. პირველი ეტაპი არ მოიცავდა იმდენად დიდ ხალხის რაოდენობასაც არ მოიცავდა და არც გათვალისწინებული არ იყო დიდი ისა რა, თვითონ მომსახურება და აქედან გამომდინარე რეალურად ვერ მივიღებდით ვერანაირ ცირე. Bien.